განსამის პირველ ნაწილში ჩვენ ვლაპარაკობდით კამპანიაზე აიცილე მურუსიძე, რომელიც არის ადვოკატების ერთი ჯგუფის მიერ ინიცირებული კამპანია, რომელიც ჩვენი სტუმრის თანახმად ფართოვდება და მისი აზრით, რაც უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს, ეს მეტი ეფექტი ექნება. აქ დაინახა მაგალითად ადვოკატების მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე პირების ერთმა ნაწილმა შეიძლება დავარქვათ ვთქვი კიდეც ბრძოლის თუ ფრონტის ხაზი ასე ვთქვათ. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომლის აქტიური ერთ-ერთი წევრი არის საია, კოალიციამ დატოვა სამუშაო ფორმატი. საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებული, სადაც არის სწორედ მსჯელობა უნდა იყოს საკითხებზე, რომლებიც შეეხება სასამართლოს, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს და ასე შემდეგ. რა ფრონტები რჩება თქვენი აზრით, იმიტომ რომ ბუნებრივია და არავინ ელოდება რომ კოალიცია და მისი წევრი ორგანიზაციები პირადად თქვენ დაეხსნებით ამ პროცესს საერთოდ და ხელს ჩაიქნევთ, სად ხედავთ ასპარესს? კეთილი, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. რაც შეეხება სად ხედავთ ამ ფრონტის ხაზებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს სამუშაო ჯგუფი დავტოვეთ, ეს არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში, რომ როდესაც ეს პროცესი პარლამენტში კომიტეტებში გადაინაცვლებს, ჩვენ იქ არ მივიღებთ მონაწილეობას, ვიქნებით აქტიურად, ვიქნებით ყველა კომიტეტის ხდომაზე და არა ერთი ან ორი ადამიანი, ცხადია, უფრო წარმომადგენლობითი სახითაც შევეცდებით რომ იქ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები და იქ აუხსნათ დეპუტატებს, რატომ არის მიუღებელი ის შემოთავაზებები, რომელიც უკვე გაჟღერდა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მათ შორის. ორი საკითხია მნიშვნელოვანი, ალბათ რაც მსმენელმა უნდა იცოდეს. პირველი, რატომ მივედით ამ სამუშაო ჯგუფში და მეორე, რატომ დავტოვეთ შემდეგში სამუშაო ჯგუფი მით უმეტეს, როდესაც ჩვენ კოალიციამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრინციპული საკითხია სამუშაო ჯგუფის განახლება იყო. თავის დროზე შეუძლებელია 50 ადამიანი მონაწილეობდეს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და 50 ადამიანიდან დაახლოებით ნახევარი სასამართლო სისტემაზე მოდიოდეს და ამ ნახევრის მინიმუმ ნახევარი კიდევ იმ კლანის წარმომადგენელი იყოს, ვიზეც აქტიურად საუბრობთ, რომ მათი დისტანცირება უნდა მოხდეს სასამართლო სისტემისგან, თუ ჩვენ გვინდა რომ მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი ამ ქვეყანაში. გარკვეულწილად ცვლილებები ფორმატთან, შემადგენლობასთან უფრო სწორედ დაკავშირებით იყო მიღწეული, ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა რამოდენიმე საინტერესო შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან და იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ ამ პროცესში დავბრუნებულიყავით. მსჯელობის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცხადია, რადგან ჩვენი ერთი მოთხოვნა იყო ფორმატის ცვლილება და შემადგენლობის ცვლილება, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დიახ, უნდა მივიდეთ და უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, თუმცა ის პრინციპული საკითხები უნდა გაგვეჟღერებინა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შედეგისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა ტიპის ფორმატზე ვლაპარაკობდეთ ჩვენ, თუ კი თავიდანვე განსხვავებული პოზიციები გვაქვს და კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, იქ იმ ჯგუფში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამიტომაც იყო, რომ კოალიციის წარმომადგენელი, კოალიციის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში მონაწილეობდა ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ გაიმართა და ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო დაყენებული ჩვენი მხრიდან. პრაქტიკულად არც ერთ მათგანზე არ იყო თანხმედრა და გაზიარება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული ეს არის საბჭო როგორ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ შეთავაზებაა, რომ მოსამართლე წევრების 2/3, ამას დამატებული არამოსამართლე წევრების 2/3. ეს ნიშნავს რეალურად იმას, რომ დღეს არსებული კონფიგურაციითაც კი და ძალთა ბალანსითაც კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ის წევრები, რომლებიც მოიაზრებიან კლანის ნაწილად ან ასოცირდებიან კლანთან, დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგალითად თუ მათ არ ექნებათ დამოუკიდებელი საბჭოს წევრების ხარჯი, მაგალითად ანის ან ნაზის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს მხოლოდ 2/3-ზე და არა ცალკე აღებული 2/3 არამოსამართლეების წევრებისგან და ცალკე აღებული მოსამართლე წევრებისგან. ეს ხო კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რა თქმა უნდა. მეორე საკითხი, რაც აქვე ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის იყო, ეს არის ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის კომპონენტი. ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც კენჭისყრაზე გამოდის საკითხი, როცა მონაწილეობს კონკრეტული პირი და ის გამოთქვამს სურვილს, რომ იყოს ნომინირებული უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, თუ ის არის ამავე დროს საბჭოს წევრი,
ის არ მონაწილეობს ამ პროცესებში, ის თავიდან ბოლომდე განერიდება ამ პროცესს და ბუნებრივია, როდესაც მე ვარ კანდიდატი, ერთის მხრივ და ამავე დროს ვარ საბჭოს წევრი, მარტივად შეიძლება ჩემი ხმა იყოს გადამწყვეტი სწორედ და ჩემი კონკურენტი იმიტომ ვერ გახდეს კანდიდატი, რომ მე მას არ დაუჭირო მხარი. ამიტომაც ამის დაზღვევაზე მთლიან პროცესს, არა მხოლოდ თავისთან დაკავშირებით. ცხადია, მთლიან პროცესია აქ ლაპარაკი, მთლიან პროცესი, იმიტომ რომ მხოლოდ თავის თავზე აცილება ეს არაფერს არ ნიშნავს ბერს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე შეიძლება და მithumetes ორი კანდიდატი გვყავდა ჩვენ ასეთი, რომელიც საბჭოს წევრი იყო და ორი ხმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, თუნდაც იგივე ჩვენს მოდელში 2/3-ზე არის საუბარი. კიდევ ერთი საკითხი ეს შეეხებოდა, რა თქმა უნდა, იმას თუ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. ჩვენ ვამბობთ, რომ სია არ უნდა დავიწროვდეს ისე, შესაძლო კანდიდატებისა, რომ მხოლოდ მოსამართლე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებული პირები მოიაზრებოდნენ ამ კონტექსტში. არსებობენ შეიძლება ძალიან კარგი პროკურორები, ძალიან კარგი ადვოკატები, ამ სფეროს სპეციალისტებისაც შეხება აქვს სასამართლო სისტემასთან, თეორიულ ან პრაქტიკულ ნაწილთან და მათაც უნდა კონდეთ საშუალება, რომ მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა, იმიტომ რომ აკადემიურ წრესაც განიხილავთ წყარად. ცხადია, ვინ სასამართლოზე მუშაობის გამოცდილება ვისაც აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ უზენაეს სამართლოს მოსამართლეობა, როცა არის ლაპარაკი, ეს განსხვავებულ ფილტრს გადის, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები, იქ სადაც მკაფიოდ არის მოთხოვნა, რომ ეს საკვალიფიკაციო გამოცდები იყოს ჩაბარებული და როდესაც მონაწილეობს პარლამენტი ამ პროცესში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როდესაც იუსტიციის საბჭოზეა საუბარი, ჩვენ შეთავაზებაში ასევე საუბარია, რომ წარდგენილი კანდიდატები ასევე სამუშაო ჯგუფში, კომიტეტში, იურიდიულ კომიტეტში იყოს ასევე განხილვები მოწყობილი. ჩვენი მოსაზრებაა, რომ და ჩვენი მოთხოვნა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი და დეტალურად უნდა მიდიოდეს შემოწმება ყველა იმ კანდიდატის, მათი გამოცდილებიდან დაწყებული დამთავრებული წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტის და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საერთო სამართლობის სისტემაში ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე მოსამართლეებზე, ბუნებრივია, ყველაზე მეტი კრიტიკული და მნიშვნელოვანი კითხვები უნდა დავსვათ ამ მოსამართლეების წინაშე ჩვენ, იმიტომ რომ რეალურად დღეს უზენაეს სამართლო არის თავი რო დავანებოთ მის როლს და სტატუსს ერთადერთი ინსტიტუცია სასამართლო სისტემაში პრაქტიკულად დარჩენილი, სადაც ამ კლანის გავლენიანი ჯგუფის გავლენა ბოლომდე არ ვრცელდება. ამიტომაც არის რომ რეალურად მათი ინტერესი დღეს ასევე არის რომ იქ მოხვდნენ ადამიანები, ვისი მეშვეობითაც ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან მასას შექმნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მარტივად რო ვთქვა, დღეს ეს ჯგუფი, გავლენიანი ჯგუფი, კლანი აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს სკოლას, დისციპლინურ მიმართულებას, პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ელემენტი და სუბიექტი, ვინც არის წარმოდგენილი ამ სასამართლო სისტემაში, გარდა უზენაეს სასამართლოსი, ეს ექცევა დღეს ამ კლანის და ჯგუფის გავლენის ქვეშ. ხშირად ამბობენ, რატოა ეს კლანი, მარტივად თუ ჩვენ ვაკომპლექტებთ საბჭოს იმ პირობით და იმ შემადგენლობით, რომ ადამიანები პრაქტიკულად ყველა დაკავშირებულია ერთ ადამიანთან, ან წინა სამსახურიდან გამომდინარე, ან პროფესიული სხვა, ვთქვათ, გადაკვეთა აქვთ ისეთი, რომელიც ნათესაურ კავშირებამდე მიდის, შემდეგ ან სხვადასხვა ტიპის კავშირებამდე, ისინი ამას პრობლემას ვერ ხედავენ პრობლემას ახლო მეგობრობაშიც კი. ანუ ამ ფონზე ცხადია, ჩვენ ვლაპარაკობთ ინტერესთა კონფლიქტის თავდანაწილებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ შემადგენლობაზე, რომელიც რა თქმა უნდა აზღობდეს ამ პროცესს. უფრო მეტიც, ჩვენ მიუხედავად ამ ჩვენი ხუთი მოთხოვნისა დღის წესრიგიდან არ ვხსნით თავარ და მნიშვნელოვან საკითხს, რომ საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და საბჭოს მოსამართლე წევრებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უნდა წავიდნენ ამ სისტემიდან. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგ მოდელზე ვილაპარაკოთ, ჩვენ თუ არ იქნება 2/3-ის პრინციპი გამოყენებული, საბჭოს იგივე შემადგენლობა, ვინც დღეს უმრავლესობაშია, მაინც ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. შეიძლება პროცესი იყოს ღია, იყოს გამჭვირვალე, იყოს საჯარო, ხედავდეთ ამას ჩვენ ტრანსლირებას სოციალურ ქსელებში ან მედიის საშუალებით რომელიმე სატელევიზიო მედიაში, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას იღებენ ის ადამიანები, ვინც იღებს ამ ეტაპზე და დღეს, ბუნებრივია ძალიან დიდი ალბათობა, რომ ძალიან კარგ კანდიდატს მათ დაუწერონ დაბალი შეფასება, ხოლო კანდიდატს, რომელიც ასოცირებული იქნება მათ ინტერესებთან, დაუწერონ მაღალი შეფასება. ხო, აი ეს გამჭვირვალება და ხანგრძლივობა მაინც არის ძალიან ესეთი ეფექტიანი კომპონენტები ამ პროცესის, რასაც თქვენ ბრძანებთ, მაინც აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივ აზრს, ასე მგონია. და საინტერესოა თქვენ ბრძანეთ, რატომ არის ეს კლანიო? ალბათ
კითხვები შეიძლება ნაკლები იყოს მას შემდეგ რაც ამ პირებმა დაიწყეს ძალიან აქტიურობა საჯარო სივრცეებში სწორედ თქვენი ასე ვთქვათ ჯგუფის კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ის გამოხატვის ფორმები თუ შინაარსი მათი გამოსვლების ძალიან ხო არ ვიცი რომ გაჩუმებულიყვნენ შეიძლება მეტი გქონოდათ სამტკიცებელი და სამუშაო ამ კუთხით ერთი საკითხია კიდევ საინტერესო პრინციპში ამ საბჭოს შემადგენლობიდან ისინი ვინც მოსამართლე წევრები არიან საბჭოში მოსამართლეობის კვოტით არიან ორი ადამიანია ყველაზე აქტიური სოციალურ ქსელებში და ამ ორიდან ერთი მათ შორის მედიასთანაც პრინციპში შეიძლება ვთქვათ და მე შემიძლია გითხრათ რომ მათი ყოველი მორიგი განცხადება არის წინაზე უარესი და კიდევ უფრო ამყარებს რომ აქ საუბარია არაუბრალოდ იმაზე რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული პოზიციები გქონდეს და ობიექტურად ჩვენ შორის იყოს განსხვავებულობები აქ საუბარია იმაზე რომ მათ პრინციპულად არასწორად ესმით სასამართლოს დამოუკიდებლობა. როდესაც მოსამართლე წევრი, რომელიც იხილავს სასამართლოში საქმეებს, ვერ არჩევს ერთმანეთსგან რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის მოწოდება ძალადობისაკენ. ხო. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს მოსამართლე ხვალ განიხილავს შეიძლება მედიასთან დაკავშირებულ საქმეებს. სადია კარგია და მე ვამბობ რომ ყოველწამով რომ ისინი რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ამ კონტექსტში მით უფრო დაგვეხმარება ჩვენ საზოგადოებასთან სასაუბროთ, მით უფრო დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან, უცხოელებთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც გულშემატკივრობენ საქართველოს სამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ვინც ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი გაიღო ამ სისტემის დამოუკიდებლობისათვის, უფრო დაგვეხმარება, ვამტკიცოთ, რომ ეს სისტემა და ეს მოდელი და ეს შემადგენლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რომ შეიცვალოს. მეცაც გეტყვით, ბრიუსელში 10 დღის წინ ვიზიტის დროს ერთ-ერთ შეხვედრაზე და ეს მე პირველად გავიგე მაშინ და ჩემი კოლეგები ვინც ჩემთან ერთად იყვნენ ამას დაადასტურებენ ამ გადაწყვეტილებას, როდესაც უზენაეს სამართლოს მოსამართლეების ნომინირება მოხდა პარლამენტში გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ერთგვარი საშობაო საჩუქარი უწოდეს ბრჭყალებს, იმდან მოულოდნელი იყო მათვისაც, იმიტომ რომ ეს საბჭო ამბობს რომ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, მაგრამ არავინ არ საუბრობს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო ეს თუ არა, როდესაც მათ ისარგებლეს არსებული სამართლებრივი ვთქვათ ჩარჩოს პრობლემით და დაასწრეს რეალურად და ჩათვალეს რომ აი ახლა ჩვენ შევიყვანთ იმ ადამიანებს უზენაეს სამართლოს შემადგენლობაში, ვისაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ეს არის პრობლემა, როდესაც ჩქარჩქარა რა თქმა უნდა და ამ სისტემას და ამ მოდელს არ ჭირდება ჩქარა გადაწყვეტილების მიღება. ვლაპარაკობთ უზენაეს სასამართლოზე, ვლაპარაკობთ ბოლო ინსტანციაზე, სადაც ადამიანებმა უნდა იპოვონ სამართალი საერთო სასამართლოების სისტემაში. და ვლაპარაკობთ ქვეყნის ინტერესზე და არა ადამიანების რომელიმე ჯგუფის, როგორ დიდიც გინდა იყოს ეს ჯგუფი, მათ ინტერესზე. სულხან სალაძეა ჩვენი სტუმარი დღეს, ლაპარაკობს რადიო თავისუფლება, მსმენელი თუ დაგველოდა გვანიშნა. დილამშვიდობის, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. მაინტერესებს აი ესეთი შეკითხვა, რომ მიპასუხოს თქვენმა სტუმარმა ამ კითხვაზე. გირგულიანის პროცესის შემდეგ მოსამართლეს ძალიან შეეზღუდა თავისი ფუნქცია და ძალაუფლება. ფაქტიურად დღეს პროცესს მართავს პროკურატურა. ანუ რას გულისხმობ? თუ ადრე პროკურატურა, ალო. დიახ, ბრძანეთ. თუ პროკურატურას ადრე თუ შეიტანდა ესე სასამართლოში საქმეს, თავის გამოძიებას, მიუთითებდა იქ მუხლებს, მოსამართლე შეეძლო ეს საქმე უბრალოდ დაებრუნებია უკან და ეთქვათ, რომ მოდით ნორმალურად მოიძიეთ ბიჭებო ეს საკითხი და აი და ეს მუხლები დაუყენეთ იმიტომ, რომ ეს უფრო კანონიერია. დღეს რაც პროკურატურა რა მუხლითაც შედის, მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ ის შეცვალოს. არ აქვს უფლება. იქამდე მივიდა საქმე, რომ მოსამართლე ეკითხება მხარეებს, ესე იგი, რომ მომეცით უფლება, რომ კითხვები დაგისვათ. ანუ ფაქტობრივად მოსამართლე არის გადაქცეული რაღაც მეორე ხარისხოვან პერსონაჟად, როდესაც ის უნდა იყოს ასე ვთქვათ, ბატონ პატრონი სასამართლო პროცესზე. ხო და იცით რა, უკეთესი არ არის, რომ მოსამართლეს ჯერ დაუბრუნდეს თავის ძალაუფლება. აი ამაზე იფიქროთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს პროკურატურას ძალაუფლება გადასცა ნაციონალურმა მოძრაობამ. ფაქტიურად არაფერი შეცვლილა, როდესაც მოვიდა ქართული ოცნება, იგივე დარჩა. ხო და იცით ცოტა უხერხულია, როდესაც ესე იგი მოსამართლე ფაქტობრივად არის უუფლებო
და ეხლა ყველა მოსამართლე გულუსიძე ხომ არ არის არა? აი ამაზე თუ შეიძლება ამეთით პასუხი. რამდენად მართებულია ეს? მადლობ, დიდი მადლობა კითხვისთვის. ბოლოდან დავიწყეთ. ვეთანხმებით, რომ ყველა მოსამართლე მურუსიძე არ არის და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა მოსამართლე მურუსიძე ან ჩინჩალაძე იყოს ამ სისტემაში. რა თქმა უნდა, არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეები და ჩვენი კრიტიკა მიემართება მხოლოდ რამოდენიმე მოსამართლეს, ვინც გავლენით სარგებლობს ამ სისტემაში და პრინციპში ვინც მართავს ამ სისტემას თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება სასამართლოს და მოსამართლის როლს და ადგილს, მე ვერ დავეთანხმები ბოლომდე ჩვენს მსმენელს ამ ნაწილში, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მოსამართლე იყო თუ პროკურორი, გადაწყვეტილება ზოგადად იწერებოდა პროკურატურაში და ჩვენ ვიცით, რომ ხშირად მოსამართლე უბრალოდ ახმოვანებდა ამას. ეხლა რა უფლებამოსილება ჰქონდა მოსამართლეს, მეორე ხარისხოვანი იყო, ვინაიდან მოსამართლე პრაქტიკულად ჩაქუჩის დარტყმით ადასტურებდა იმ განაჩენს, რასაც შესთავაზებდა მას პროკურატურა. ამიტომ გირგვლიანი საქმე არ იყო აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოსამართლის როლი შეიზღუდა თუ გაიზარდა ამ ნაწილში. მე ვფიქრობ, გირგვლიანი საქმის როლი და მნიშვნელობა აბსოლუტურად სხვა კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენ, რა თქმა უნდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირიქით ის რეფორმის პირველი და მეორე ტალღა რაც იყო მიმართული და მათ შორის უვადოდ მოსამართლე დანიშვნის იდეა ის იყო რომ ინდივიდუალური მოსამართლე გაძლიერებული იყოს, მისი დამოუკიდებლობა გაზრდილიყო, მაგრამ კლანმა და საბჭომ ეს მოირგო საკუთარ თავზე. რა გააკეთა კლანმა? კლანმა პრაქტიკულად ისევ რომ ნახოთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდს რო გადავხედოთ, იქ ნახავთ რომ 2014-2015 წლებში თუ სწორად მახსოვს დაახლოებით 30 ადამიანი სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პრაქტიკულად ეს სკოლა არის ერთადერთი, სადაც 20 ადამიანები ასრულებენ სწავლას, ისინი შემდგომში მათ აქვთ საშუალება რომ იყვნენ მოსამართლეები და 8 კანდიდატმა დაასრულა მხოლოდ სკოლა. ანუ 2014-2015 წლებში სრულდებოდა იმ მოსამართლეების მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს დაინიშნა. ანუ ბუნებრივად არ არსებობდა კანდიდატთა ვრცელი სია, ვისი დანიშვნა შეეძლო საბჭოს და ეს გაკეთა სპეციალურად და ქართული ოცნების პასუხისმგებლობა სწორედ აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ მან ბევრი არაფერი გააკეთა საიმისოთ, რომ სკოლაში გაცილებით იოლი ყოფილიყო მოხვედრა, მე ვგულისხმობ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებას, მე ვგულისხმობ პროცესის ისე წარმართვას, რომელიც ამ სისტემას ღიას გახდიდა გარედან კადრების შეძინების თვალსაზრისით და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და არა იმაზე, რომ დღეს მოსამართლის როლი არის მინიმუმი და არ არის ასე ნამდვილად. პირიქით მოსამართლის როლი და ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მხარეები სარგებლობენ შეჯიბრებითობის პრინციპით და ორივე მხარეზე არის დამოკიდებული რეალურად რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ასევე თუ შევადარებთ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებებს და სტატისტიკას, რითაც ხშირად საუბრობს ქართული ოცნება, შეცვლილია და ბევრად მეტი გამამართლებელი განაჩენია. მესმის მე რომ ეს ასეა, მაგრამ მნიშვნელოვანია დღეს ვიცოდეთ რომ განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან დღეს ზღვარი სასამართლოს დამოუკიდებლობისა არ გადის მათ შორის ჩვეულებრივ და მარტივ საქმეებზე. მე და თქვენ რომ სადღაც სოფელში მიწის ნაკვეთზე ვიდაოთ, ცხადი ეს არ აინტერესებს დღეს არც მოსამართლეს და არც პოლიტიკურ ხელისუფლებას. ეს ჩვენი ინტერესია, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ყველა ტიპის საქმეზე იყო ინტერესი. პირობითად ორი ბოთლი ლიმონადის ქურდიც ისევე უნდა დასჯილიყო სამაგალითოდ, როგორც მაგალითად დიდი თქვათ რაღაც ქონების მითვისების ან გამფლაგველი კონკრეტული პირი. დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობა გადის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე. მაგალითად, ბოლო საქმეები ეს არის კაბელების საქმედან დაწყებული სახტრისის საქმე, რუსთავი 2-ის საქმე, მეტროს მემანქანეების საქმე, კარავის საქმე, სასარალი ძოცა ვერშლი და კალავს რუსთაველზე. ამ ტიპის საქმეებს ბილავიამშენის საქმე თუ გნებავთ, ამ ტიპის საქმეებზე გადის სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს და არა იმაზე, სადღაც მე ვთქვათ მე და თქვენ დავობთ სოფელში მიწის ნაკვეთზე. ან კონკრეტული პირი არის მოძალადე ოჯახში და მას მაგალითად შეუფარდა სასამართლომ პატიმრობა, ან მაგალითად პირიქით იმის გამო რომ მსხვერპლი შეურიგდა მოძალადეს, ამიტომ შემდეგში მოსამართლემ არ შეუფარდა მას პატიმრობა და ამის გამო გაზრდილი არის რაოდენობა ვთქვათ გამამართლებელი განაჩენებისა. როდესაც მშრალი ციფრებით საუბრობენ, ეს არაფერს არ ნიშნავს. ცხადია, ბუნებრივია ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე. მაგალითად, რა გითხრა სასამართლომ მეტროს მემანქანების საქმეზე და წინაპირობა რა იყო, როცა ბატონი კალაძე ემობდა რომ აბა თუ ბიჭები ხართ გაიფიცეთ და მეტროს მემანქანებს სასამართლომ უთხრა რომ გაიფიცეთ, მაგრამ არა სამუშაო საათებში. ეს ხო არის თანხმედრა ამ პოზიციებისა, ისევე როგორც კარავზე სასამართლომ 2 თვე იხილა ეს საქმე და როდესაც კარავი ჩვენ დავდგით სამოქალაქო სექტორმა, ამის შემდეგ თქვა რომ იქ კარავით გასდა, მე ამ საქმეს აღარ განვიხილე. არავინ არ თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ სასამართლომ არ თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება იყო თუ არა კანონიერი, რომ კარავი არ გააშლებინა კონკრეტულ პირს. ეს არის მნიშვნელოვანი და რამდენიმე ეპიზოდი ვნახეთ მანამდე წინააღმდეგობის, ხო? ფიზიკური მოსამართლე დამცავების. სწორედ ამ ტიპის საქმეებზე გადის დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და არა იმაზე
თემაზე, რაც ეხლა მე რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანი ამის საპირისპიროდ, ხომ? ამიტომაც მგონია რომ ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და მათ შორის იგივე თქვა ბრიუსელის შეხვედრების დროსაც ჩვენ სულ საუბრობდით რომ დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობას რა ტიპის საქმეები განსაზღვრავს და ის რომ ხელისუფლება საუბრობს სტატისტიკაზე ეს ბევრს არაფერს ნიშნავს პირადად ჩემთვის. თუ გამოჩნდა პოზიცია კონკრეტულად ევროპელი პარტნიორების. ხო, ცხადია ჯერ დავიწყოთ იმით რომ მათ პრაქტიკულად ყველაფერი იციან, მით უმეტეს როცა ვლაპარაკობთ სასამართლო სისტემაზე და მათთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიდი ფინანსური რესურსი აქვს, მათ შორის ევროკავშირსაც წლების განმავლობაში დახარჯული საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ საუბრობდით მათ შორის იმაზე, რომ მხოლოდ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა არ არის საკმარისი, მათ შორის ევროკავშირი ბევრ უფრო კრიტიკული უნდა იყოს სასამართლოსთან მიმართებაში და უფრო მკაფიო მოთხოვნები უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, ეხლა იქ არავის არ გვითქვავს, რომ ამის გამო ეხლა უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს და მსგავსი არაფერი არ თქმულა, იქ ბუნებრივია, განსხვავებით ჩვენი პარტნიორი რამოდენიმე ქვეყნისაგან, რომელსაც მსგავს ტიპის საუბრებიც ქონიათ თურმე თავის დროზე ევროკავშირში. მათ იციან სასამართლოს არა საქართველოზე არამედ სხვა მაგალითად მოლდაველ კოლეგებს ქონიათ, ხო, მოლდაველ კოლეგებს ქონიათ დაახლოებით რომ თუ არ იცვლება არაფერი, მაშინ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება. უვიზო მიმოსვლის შეჩერება ეს პირდაპირ ნიშნავს რუსული ინტერესების ზრდას ამ ქვეყანაში. ამიტომ ამაზე არც კი ყოფილა საუბარი, პირიქით ჩვენ მოვდით რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაკვარი, რაც ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის შემდეგ რეალურად ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპარლამენტარებთან შეხვედრა მათ შორის, ევროკომისიაში წარმომადგენლებთან, ასევე სპეციალურად იმ ჯგუფებთან, ვინც სასამართლოზე მუშაობს და ვისაც საქართველოს საკითხებზე აქვთ ინფორმაცია. ყველგან ხაზი ესმეოდა იმას, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, თუმცა ამას მოუყვებოდა ცხადია საუბრები პრობლემებზე და პირველი თემა რაც იყო, ეს იყო, რა თქმა უნდა, სასამართლო, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეტევა, რაც ბოლო თვეებში ვნახეთ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროიდან მოყოლებული დაიწყო და მათ შორის მეორე ტალღას უძნეს სამართლოს პროცესებს უკავშირდებოდა. ეს იყო კორუფციის თემები, რომელიც მაღალ ეშელონებთან არის დაკავშირებული და არა ვთქვათ დაბალ და საშუალურ გოლთან, იმიტომ რომ ხა ცხადია იქაც შეიძლება კორუფცია იყოს, მაგრამ არა იმ გაგებით, რაც ჩვენ 20 წლის წინ მქონდა მაგალითად. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო საარჩევნო სისტემა და ხშირად გვიწევდა ჩვენ საუბარი, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა გადმოვიდეს 2020 წელზე და არა 2024-ში, როგორც ეს არის დღეს ჩვენი კონსტიტუციით არსებული ჩანაწერის მიხედვით. ბევრ რამეში ისინი მხარს გვიჭერენ და იზიარებენ, რა თქმა უნდა, და მარტის თვეში, როდესაც ხელისუფლებას ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრიუსელში, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხებიც ასევე იქნება იმ დღის წესრიგის ნაწილი, რაზეც მოხდება დისკუსია და შემდგომში გადაწყვეტილებების მიღება. პრემიერ-მინისტრი მინდის როგორც და ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ამ პროცესში, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტში არჩევნები უნდა იყოს, ევროპარლამენტის არჩევნები უნდა იყოს ევროკავშირში და გარკვეული ვთქვათ სკეპტიკური მოლოდინები არის თუ რა ძალებით დაკომპლექტდება მათ შორის ევროპარლამენტი, რამოდენიმე შეხვედრაზე, მათ შორის ერთ-ერთი საჯარო შეხვედრაზეც იყო ასეთი რამ ნათქვამი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად ავიღოთ პასუხისგებლობა ქვეყნის შიგნით რეფორმებზე და არ ვიყოთ ხოლმე დამოკიდებული, აი რას გვეტყვის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ცხადია და ბუნებრივია, თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო, პირველ რიგში ჩვენ უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ვინმე სხვა რომელიმე თქვათ ქვეყანაზეან ორგანიზაციაზე. არც იმ იდეას ვემხრობი მე, რომ უცხო ქვეყნიდან მოსამართლეები, სხვა ქვეყნიდან მოსამართლეები ჩამოვიყვანოთ, ამ ქვეყანაში არ არის იმის გაჭირვება, რომ 20 და 25-იან გნებავთ 30 და 50 პატიოსანი დამოუკიდებელი იურისტი ვიპოვოთ, ვისაც ვის მიმართაც არც კვალიფიკაციის, არც თქვათ ცოდნის და არც გამოცდილების ნაწილში კითხვები არ ექნება საზოგადოებას. მთავარი პრობლემა ყველგან, როგორც წესი და ყველა სფეროში ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, თუ კი პოლიტიკური ნება არსებობს, რეფორმების გატარებაც იოლე და ჩვენი გამოცდილება მეტყველებს, რომ ასეთი რამე შეიძლება საქართველოში და ყველაფერი დამოკიდებული რეალურად პოლიტიკურ ნებაზე. სულხან სალაძე იყო ჩვენი სტუმარი, ამოიწურა ჩვენი დრო სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა. მობრძანებისთვის საიას თავმჯდომარე გახსდათ რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი. დიდი მადლობა მსმენელს. რადიო თავისუფლების დილის საუბრები ხვალ დაბრუნდება ეთერში. ხვალ დილით უძღვებოდი გადაცემას ნინო გელაშვილი, გოჩა ლეჟავა იყო ხმის რეჟისორი.